ესე იგი, როგორი რწყება, აი, ჩემი ორქიდეები, განახოთ. წყალია სღია, თითქმის ზემოთამდე. მეორე ქოთანში, რომელიც ზის ბოლომდეა სღია, თითქმის ერთი თითის დადებაზე აღარ არის. ამაშიც ესენი დენდრობიუმებია და ერთი ციმბიდიუმი. Reitați ციმბიდიუმი. ეს დენდრობიუმები, ეს ძალიან კარგად გამოიყურება ახლა ეს ნობილი. ესენი ყოველ წელს ყვაოდა და წელს არ ამეყვავდა. თავიანთით გადაწყვეტეს დასვენება თუ მე შევუქმენი რამე არახელსაყრელი პირობები არ ვიცი. ადრე ყოველ წელს რო ყვაოდა ხოლმე აბაზანაში ფანჯარაში იდო. ესე მე ხან დიდხანს ვტოვებ ხოლმე რა ვიცი, ხან 20 წუთი, ხან დიდხანს. გუნდიც ჩვეულებრივი აქვს, ხან და ხან ქვებსაც ჩავყრი ხოლმე ზღვის ქვებს. ნახშირის ჩაგდებაც მავიწყდება ხოლმე ნახშირის სარდაფში მაგ ჩატანილი და ისე დამირგვე ორქიდეები არ სადაც ჩამიყოლებია თურმე. ერთი ორქიდეა გამიფუჭდა და ეხლა იმას ვნახე რომ არ აქონდა საერთოდ ჩაყოლებული ნახშირი. იმიტომ კი არ გაფუჭდა ნახშირი რომ არ აქონდა ჩაყოლებული. სხვებსაც არ აქვს. სხვაზე რო წავედი გარეთ დავტოვე პირველად. ზეზე მარტო ვიფიქრე რომ აქ უფრო ხანდახან იქნებ წვიმა მოვიდეს მეთქი და ეტყობა ამ ზეზე მაგეთის ქვეშ დავდე და ეტყობა იმან მაინც გააფუჭა. მერე 19 დღე ვიყავი და 19 დღე მოურწყველად. მე რომ მოვიტანე მე მგონი აგრიკოლა დავასხი და მაშინ და გამიფუჭდა რა ყველა ფანელობს ისე ბევრი მომივიდა თუ გამოხდილ წყალთან ერთად რო შეურია იმიტომ გაფუჭდა. თან გარედან შემოტანილები პერეკისით დავამუშაოთ YouTube არხზე ვნახე. ამსტერდამიდან მეყავს ერთთვის ძალიან კარგი ადამიანია, ალეკი ქვია. და დავუჭერე იმის რჩევებს, მაგრამ არ ვიცი ახლა იმანი მოქმედა სასუქმა იმოქმედა ერთნაირად გაფუჭდა, სულ გაყვეთდა და ახლა რაც დამრჩა. ამას აღარ გავაკარებ ცდებს, იმიტომ რომ კარგად არიან ესენი ძალიან და ბარემ კიდე წყვაველობენ და ცოდვა აი ციმბიდიუმიც ესე ჩავსვი. აი ციმბიდიუმს ამოაქვს ახლა პატარა შვილები, ყვავილობისკენ ისვენებს, ესეთები ყავ გარშემო. ამასთან თეთრ რო ვიყიდე ახლა ეს ციმბიდიუმი რო ვიყიდე, მე ამასთან ერთად მოტანილები მაღაზია დაიკეტა და ბევრად იაფად მომიტანეს ახლა ონლაინ გამოვიწერე, შევუკვეთე და აღმოჩნდა იმას რო შევხედე და ამას შევადარე. ჩემი ბევრად განვითარებული და უკეთესად არის. ის თითქოს ალბათ მაინც ალბათ კარგად უვლი. თუ მე არ იფიქროთ რომ თავმდაბლობის გამო ვამბობ. ციმბიდიუმს კი ხო რაღაცნაირად გავუგეთ ერთმანეს და ამიყვავდა და მიყვარს ეს ორქიდეა, მაგრამ აი ფანელოფსისეს ნამდვილად ახლა ერთი ცალი მაქვს დატოვებული, ორი უფრო სწორად და იმ ორს ვაკვირდები თუ ეს ორი გაძლო კიდე შეიძლება გაუპედო. თუ ეს ორიც გამიფუჭდა არასდროს აღარ მოვიყვან, იმიტომ რომ ფანელოფსები მგონი პირველად 400 ვიყიდე 2018-ში. მართლა მეგობრებო. ერთ დღესაც კი არ წავედი, მაგრამ ესე ავედი, სიხარულით გაგიჟებული ვყიდულობდი. ხო და გამიფუჭდა რა. და მე ისე ძალიან აღარ მიფუჭდება.
უფრო სწორად რო გაუფუჭდა ერთი ქალია ყვავილის წამლებს ყიდის ორქიდეას და იმან მიცხრა რეგენო გადასაყრელებიაო და მე მას ჩუქე იქნება როგორმე გადავარჩინო და ვიფიქრე ახლა თუ გადასაყრელებია მეთქი გადავყარე რაღაცა შევაწუხო ის ადამიანი მე ამ ხალხს რომ დავაკვირდი მივხვდი რომ ცუდად მოექცა ჩემს ორქიდეებს მირჩია მაშინ რა იმ დღიდან როცა მე პირველად დავიწყო ორქიდეებს ჩემებს წამლები და ნამდვილად არ უხდება ეს განსაკუთრებით ზრდის სტიმულატორები სასუქი კი უნდა ღიად გახსნილი და არა ძალიან ხშირად სასუქი უნდა მაგრამ ორქიდეების აუცილებლად მაღაზიაში რო ყიდულობთ ფორტეფია მე მგონი ის მაგალითად არ აფუჭებს კიდე გერმანიდან ჩამომიტანა ჩემმა გოგომ და ისიც ძალიან კარგი იყო უნივერსალი ეწერა რაღაც ყველა ყვავილისთვის იყო მაგრამ აი ეს სტიმულატორები ჩემებს შეიძლება თავიდან კი წამოიღოს ფესვების ყველაფერი მაგრამ მე აუცილებლად უნდა დაიღუპოს და არ ვახმარებ რაც არ ვახმარებ ჩემი ყვავილები ჩვეულებრივ შემრჩა და აღარც ვაპირებ რა ვიცი ვისაც უნდა და მოსწონს რა თქმა უნდა იხმაროს იმიტომ რომ მე არ ვიძახი რა აი ბოტანიკოსი ვარ მეთქი მაგრამ ჩემ ყვავილებში ესეთი დაკვირვებიდან გამოვიტანე რომ კი დაბომბავა ხაშბეთი და რაღაცეებით გაზრდის გამოზრდის ფესვებს რაღაცეებს მაგრამ მე დრო რო გავა მაგალითად მაქსიმუმ 3 წელიწადში აუცილებლად უნდა აყირავდეს ის ორქიდეა დროებით მეგობრებო მადლობა